მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგენატრებ ჩემი ვიდეოები. დღეს ვითამაშებთ eFootball-ს. პოზიციად კამერა ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ ვერ ვასწორებ ვერაფრით. ხო და კამერის გადატანების შემიძლია, მაგრამ ვერ გავასწორებ და რატო არ ვიცი როგორ ვისწორებ თუ იცით მე გითხარით. ხო, ეს არის ჩემი გუნდი, ძალიან მოხდილი არა მყავს. ადრე მყავდა ძალიან მაგარი გუნდი. ისეთი მაგარი რომ არ ვიცი, გაგიჟდებოდით. Просто ეს მესი, ნეიმარი, მესი, სუარესი და მესი თუ დავაყენე რომ განვითარებდნენ დღესდღეობით ძალიან პოპულარულია, რა თქმა უნდა მე რეალის და კრისტიანო რონალდოს ფანი ვარ, მაგრამ მაინც დავაყენე, რადგან რა ქვია, ბეილი უკვე ბეილს რამ დიდი ხანია ძალიან დასრულებული კარიერა და ელოდება რომ იმის მაგურად რომ რაიმე რონალდოს და ბენზემასთან ერთად რაიმე სხვა ფეხბურთელი ჩამესვა ვინც არ იყო მაგარ დუეტში, ვიფიქრე რომ ჯავსვამდი ნეიმარის, სუარესის და მესის დუოს რაღაცა ტრიოს. ხო, დავიწყოთ მოდი თამაში. მოიცა ძლიერად ჩავთო. ძალიან დიდია კამერა მეგობრებო. და ბოდიშით გამორთვა მიწევს კამერას, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის კამერა. მოკლედ მეგობრებო, ახლა საჭირო ვარ. ხო, ისე ლუის სუარესის მაგარ კარდი მქონია და მას გავაძლიერებ. და მე ჩავრთავ დიდი მასე ლეგენდაზე ან რომელიმე კარდი და ისე ვითამაშებ. გავაძლიერებ სუარესი მთლიანად. ეს არის. ახლა შევიდეთ. სუარესი და player pro-ზე. მე ეს რეკომენდერ და ეგ არის. ზუსტად იგივე იმას ძლიერდება სიძლიერით როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ უფრო მეტ ოვერალდი აქვს. ხო. და მოკლედ ახლა შევიდეთ სეტინგებში. ბეგინერის მაგალითად დავაყენოთ ბოდი სუპერსტარი და დავიწყოთ ჩვენ თუ მატჩი და მინდა რაიმე კარგი გუნდი შეგხვდება. ქვეყნებზე ვარ, მაგრამ როგორიც კარგია. მოდი ახლა ვიქცეთ ძველი მილანის ფორმა, ხო, ვისაც ეს არ გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ ძალიან ადვილად, მე გასავლით ბოლოში, თუ როგორ ნაიღოთ ვიდეოს ბოლოს. ან ერთ თამაშს ვითამაშებ, ან ორ თამაშს მაქსიმუმ. შეიძლება მარტო ერთი თამაში ვითამაშოთ და იმით დავასრულოთ ვიდეო. ხო, ეს ხუთსასმენები ვიყიდე 75 ლარიღით და აქციაში იყო 35 ლარად. ძალიან კარგი ხუთსასმენებია, მოიცოდეთ და ძალიან კარგად ძლებს, მაგალითად მე დავარდეთ წამებში არ გატყდეს. ხო, ნელ-ნელა უნდა განვითარდე, ახლა თან შეიძლება მე კომპიუტერს რომ მიხედიან ან გამიკეთებენ კომპიუტერი დავიწყო ვიდეოების გადაღება და ასე შემდეგ. ნეიმარი გაუკეთებოდა პასის სუარეს, მაგრამ არ გავიდა სამწუხაროდ ტრენდმა მიიღო ბურთი, კარგი პასი ვერ გავაკეთა, მაგრამ მაინც გავიდა ეს პასი დაკარგა ბურთი. ჰალანდი ჯერჯერობით არ ჩართულა ამ თამაში, სუარესზე პასი და არ გავიდა. ხო, ისე ჩემი მაგას ფეხბურთზე დადის, მე არ დავდივარ. ხო და მაგრამ მაინც კარგად ვიცი, მასზე მეტად ვიცი გუნდებით, მასზე მეტად ვიცი ქვეყნების. და ხო, ლინკი აღწერაში იქნება ჩემი მაგაცის, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ მისი არხიც. ძალიან კარგი ვიდეოები ძებს, ჯერჯერობით YouTube-ზე კარგა ხანია ვიდეო არ დავუწია და იმედია დაბრუნდება.
ჩემ ვიდეოსაც უყურებს და ძალიან მოსწონს. კარგი ფინტებს ვაკეთებ ნეიმარით. ნახეთ, ოპა. პარადუნუბაინო. ხო, ისე ვარ მეოთხე კლასელი და ვარ 9 წლის, 8 იანვარს ხდები 10 წლის. მალე მაგდებოდი ვსწრე. პარადუნუბაინო. ნეიმარი და კარგაბურთი ისევ ჯერჯერობით ერთი გოლი არ გაგვიტანია. ხო, თუ გინდათ შემდეგში დამიწერეთ კომენტარებში რა ტიპის ვიდეო გადავიღოთ, თუ გინდათ საერთოდ ის დამიწერეთ, რა ქვია, როგორი ჩელენჯები გავაკეთო. ანუ თუ გინდათ საქართველოს ფეხბურთელები მეყოლებო მარტო და იმით ვითამაშებ, ან თუ გინდათ ნებისმიერი გუნდის იმას ავაწყობ, მაგრამ ძალიან მაგარი გუნდები არ მითხრათ, იმიტომ რომ მაგდენი ის არ მაქვს. ფულო სადამიბლოკა აქ არადა რა კარგი იქნებოდა, ახლა რა კარგი რომ სუარეს გაეტანა. კარგად გააკეთის პასტი, აქ უნდა დავიცოთ თავი და მშვენიერი. მოდი აქ ნეიმარზე ჩავატოდოთ მაღალი პასი, მაგრამ არ გავიდა. გარდით შეერთო აქ თამაში, ჰალანდი არ არის ჩართული, მგონი ერთი ბურთით განვიშვა ერთი პასი. ეხლა წამივიდოდა, მაგრამ დაუბლოკეთ. ფაკ, ჭავდა ტრენდი დაჯარიმდა. ალექსანდრ არნოლდი ტრენდ. მაგრამ შემდეგთან წავართვით ბურთით და დაგვაჯარიმეს. მაგრამ არც წითელი და არც ყვითელი არ მიიღო ტრენდმა. აქ ლეო მესი რაც აკეთებს, ხომ შეიძლება რომ ბურთი პირდაპირ წაერთო და წაიღო კარისკენ. 0 წუთს დამატება პირველი ტაიმის დასასრულს და სან-სიროზე ვთამაშობთ, როგორც იცით. დასრულდა ჩვენი პირველი ნახევარ-სამ ტაიმიც. 0-0 სამწუხაროდ და მეორე ტაიმი თუ ლაუნტორიდან არაფრე. რა თქმა უნდა, შემდეგ ვიდეოში ავხსენებთ თავარები და ვიზამის რომ მოვიგო სუპერსტარზე ან ლეგენდაზე, რომელსაც თქვენ დამიწერთ. და მოდი აქ კარგად ვითამაშოთ. აბა კარგი პასი იყო, მაგრამ მაინც არ გავიდა ჰალანდი და გაგვიტანეს. ჰალანდმა გაგვიტანა, მაგრამ აი გადავრჩით რომ ოფსაიდში იყო ჰალანდი, კი ბატონო. ოფსაიდში იქნა ფეხი ჯადმონი. მარცხენა მგონი თუ მარჯვენა. ეს მარცხენა. მარჯვენათი გაგვიტანა ჰალანდმა, მაგრამ არ ჩათვალეს, იმიტომ რომ ოფსაიდში იყო ჰალანდი. ხო, ის ვინ რამდენმა იცით დონარუმას რომ ჩაარტყის სახეში, იმენა კანი აცლილი აქვს ძმას. და ალბათ კაიხანი, ალბათ კი არა, კაიხანი ვღარ ითამაშებს ალბათ ის. მაგრამ არა უშავს. დაისვენოს და ბევრი მეკარევა ამ წლებში. დონარუმა კარგი მეკარეა, მაგრამ რომ თქვა რომ ჩემი ფეივორიტი, ამეთქი ანუ ფავორიტი, ჩემ საუკეთესო თქო ვერ ვიტყვი. ჩემ საუკეთესო მეკარე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს მეკარეებში არის ტიპისა გიორგი მამარდაშვილი, მეორე ადგილზე ტიბო კურტო, მესამეზე კი მანუელ ნოიერი. ნოიერ კი მქონა ასევე მგონი, მაგრამ გადაიტანა, მგონი კი არა კი მქონა, მაგრამ გადაიტანა. და მოდი ვნახოთ, აქ ძალიან კარგი ჩეტევა აქვს ნორვეგიას დაარტყმა და აკანჯი, ბრავო! რა კარგი სეივი იყო. ნეიმარი წაიღო ბურთი და ოსტიარადი ძალიან კარგი იყო, იქ-იქიმებიზიან. ანუ შედან. აბა ნეიმარი, ბრავო, ჩამოიცილა თქო, ვერ ვიტყვი. ჩამოიცილა, ახლა ვიტყვი. აია, კაიკედო. მოტყვებით დარტყმა მინდოდა ვითამოუტყავდი, მაგრამ არ გამომივიდა, მაინც ჩამბიძრა იმენება ფეხებში და ახლა კიდე ჩამბიძრა, ეხლა მესი ჩაუძრენ.
ხო, შემდეგში გავაკეთებ ხამეს როდრიგესის, კრისტიანო რონალდოსა და ბენზემას დუეტს და აქ რა კარგი პასი გავიდა. მესი და არის 75 წუთზე გავხსენით ანგარიშის სუპერსტარზე. ლუის სუარესის იდეალური პასი, არ ვიცი როგორ გავიდა და ლეო მესიმ კიდე გამოდი გაიტანა, მაგრამ მაინც ეძლო თავისი მარცხენა ფეხით, ანუ მარცხენა დარტყმა და ბოლოს მაინც შეაგდო გოლი. ნახეთ რა ლამაზი პასები იყო და აქ მესიმ რა კარგად უყურდა და შემდეგ სუარესმა და მესიმაც არ დააყოვნა და შვენივრად შეუგდა თავისი მარცხენათი ნორვეგიას და ნორვეგიის მეკარის. საი როგორ გაატარეს აქ მესიმ და სუარესმა ერთმანეთთან პასი და მესიმ რა თქმა უნდა შეუგორა თავისი მარცხენა ფეხით, ანუ მარცხენათი. და გოლი ნახოთ, ოქტრენ და ალექსანდრ არნოლდი ტელეფონი ჩამოვარდა და ძლივსა მოვიკიდო, კაი არ ჩამეცნობდა და ორი ვიდეოს ვეღარ გადავიღებდი და ახალად მომიწევდა გადაღება. ოპა, კანჯი, მოდი წინა მოვარტყათ, 91 წუთია ისე ვიგებთ. ოსტიგარდი და მიდი ლუის სუარესი. ბრავო, რა კარგად გაიცა, მაგრამ არა ოსტიგარდმა გაასწრო. სუარესი ბოლო დაბერდა უკვე ჭაღარა აქვს მთლიანად თმაზე და ვეღარ დარბის რა. მესი კარგი პასია, მაგრამ ოსტიგარდი მენა ამ თამაშის მეფე არის. ოსტიგარდი ნოკისში, მაგრამ მაინც ვიგებთ ჩვენი რამიც. ოპა, მესი არა. კარგია, ახლა უნდა გავატანოთ გოლი, რაც სავარია. ამოვარტყათ, მოდი აკანჯი, და კარგად ამოვარტყა, მაგრამ ნორვეგიის ფეხბურთელს მიუნდა პირიქით პასი, პირდაბრანო და 4 წუთი დამატა, 2 წუთი გავიდა უკვე. მარტო ამ ერთი ვიდეოს გადაღება მოასწარე სამწუხაროდ. თან ახლა გაკვეთილებით უნდა ვისწავლოთ და გაგვიტანეს. ზუსტად 4 წუთი გავიდა თუ არა იმენა შეგვისვეს და 1-1 დასრულდა ეს მატჩი. აუ, ხო არ გადავ, კაი ბიჭო რა, არა. როგორ შევაგებინოთ ბიჭო. აუ, რა ვქენით ხალხო. და კარგად ვიგებდით და ბოლო წუთზე ზუსტად დამატებულ 4 წუთი გავიდა თუ არა შეგვისვა ნორვეგიამ. მაგრამ 1-1 პრე დამთავრდა, მაინც პრესაც არ აუშავს. სადამე გამიჭედა აქ, მიჭედავსო და ხო, ისე დაწერეთ კომენტარებში ვისთან არ იყო დღის და ისა გუშინა დღეს შუქი და საერთოდ ჩემთან ყველამდე არ მოვა. ყველას თუ მითხრესო არ მოვა, მე გავგიჟდები რა. Так, 30,000 coin მოგცა, ანუ GP coin-ა და GP ანუ ფული. გავიღოთ 20,000 მარტივ ბიჭ. კიდე ფულები. აგარ ბიზაღება არ ვინა, დიდი არაფერია. და ხო, მეთა. და ნუ მოკლედ მეგობრებო, გემშვიდობებით, აბა-ჰედ და აბა-ჰოდ ნახვამდის. ჩემო კარგო მეგობრებო, აბა-ჰედ და აბა-ჰოდ ნახვამდის.